მოგესალმებით. ქართული ოცნების არც ერთმა პარტნიორმა, არც ჩინეთმა, არც ირანმა და არც გაერთიანებულმა საამიროებამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ძალისმიერი გზებით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, რომელიც ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების დაცვას. გაეროს რეზოლუციის შედეგები წარმოადგენს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის მორიგ კატასტროფულ კრახს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების ანტისახელმწიფოებრივმა რეჟიმმა ჩინეთთან გაფორმებულ მემორანდუმში მხარი დაუჭირა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას, ისე რომ სანაცვლოდ არ მოუთხოვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. დღეს კიდევ ერთხელ ვიმკით ამ ანტიეროვნული საგარეო პოლიტიკის შედეგებს, როდესაც ჩინეთი დევნილების დაბრუნებასაც კი არ უჭერს მხარს. საზოგადოებას ახსოვს ისიც, რომ ამ რეჟიმმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სასარგებლოდ დათმო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მნიშვნელოვანი თანამდებობა, ისე რომ სანაცვლოდ არაფერი არ მიუღია ქართულ სახელმწიფოს. ქართული ოცნების რეჟიმი დაიარება ირანში პანაშვიდებსა და ინაუგურაციებზე. ესწრება შაჰ აბასისადმი მიძღვნილ წვეულებებს და თბილისის თავზე აფრიალებს ირანის კაცთამკვლელი რეჟიმის დროშას. მაგრამ თეირანმაც კი დასცინა ამ რეჟიმს, როდესაც მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. გარდა ჩინეთისა, ირანისა და საამიროებისა, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო 2 წლის განმავლობაში გამორჩეულ პოლიტიკურ ფლირტს ეწევა ქოცური რეჟიმი და სადაც გაუთავებლად დადის საოკუპაციო რეჟიმის საგარეო კომისარი ბოჭორიშვილი, არც ერთი ეს სახელმწიფო არ დადგა ქოცების მხარეს. მათ შორის არც სერბეთი, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოები და არც ინდოეთი. ვინ დაუჭირა მხარი რეზოლუციას? საქართველოს ყველა იმ მეგობარმა, ვისაც ქართული ოცნების რეჟიმი ეცხმის თავს, მტრობს, ლანძღავს, აკრიტიკებს და აბრალებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას. დიახ, ჩვენ მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ბალტიისპირეთმა, უკრაინამ, ნორდიკულმა სახელმწიფოებმა, საიდანაც თითეული წარმოადგენს ქოცების გამორჩეულ სამიზნეს, ვის ლანძღვაშიც პრემიერი და პარლამენტის სპიკერი ყოველ კვირეულად 10-ობით საათს ატარებენ. აი ეს არის ქოცების რეგვენული და მოღალატეობრივი პოლიტიკის საუკეთესო თვალსაჩინო ილუსტრაცია. ქოცი ემტერება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პარტნიორებს და მეგობრებს, თავს ესხმის საქართველოს სუვერენობის ყველაზე მტკიცემცველებს, ლანძღავს ჩვენი დევნილების ინტერესების დამცველებს, სამაგიეროდ მოყვარედ გვიცხადებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიამტნებს და სრულიად გულგრილ მხარეებს, ვისაც საერთოდ სულ ერთია ჩვენი ქვეყნის და მისი ხალხის ბედი. მაგრამ ქოცი რის ქოცია, რაიმე გამოუვიდეს. მას ესეც კი არ გამოსდის და ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარი ეგრეთ წოდებული მეგობრებიც კი უმოწყალოდ დასცინიან ამ რეჟიმს, როდესაც არსა და არაფერში არ უჭერენ მას და მის პოზიციებს მხარს. ამასობაში საოკუპაციო რეჟიმის კომისარი ბოჭორიშვილი სწრაფი ტემპით ყალიბდება ყველა დროის ყველაზე უნიჭო და უსუსურ საგარეო საქმეთა მინისტრად, რომელიც საქართველოს ოდესმე ჰყოლია. ამ მასშტაბის კატასტროფული კრახის შემდეგ ნებისმიერი თავმოყარე საგარეო საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ გადადგებოდა, მაგრამ ისევ და ისევ ქოცი ქოცია. მადლობა.